მოგესალმებით ჩემოძირფესებო. ეს არის არხი ტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი, გზნობა და მოქმედება უახლოეს პერიოდში. ავიღოთ უახლოესი ერთი თვე და ვნახოთ რას იზავს, რას გზნობს, რას მოქმედებს, რას ფიქრობს, განვიხილოთ დეტალურად. ვიდეო აქტუალურია ნახვიდან რასაკვირველია და შეგახსენებთ იმასაც, რომ ეს არის საჯარო და ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის და მაშ დავიწყოთ. ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი და რა ენერგიებშია? რა ენერგიებშია თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? ჩემო ძვირფასებო, თუ ის ქორწინებაში ან სტაბილურ ურთიერთობებშია, იქიდან წასვლის ენერგია განიხილება. სრული ქაოსი, სრული დებოში. ნახეთ, როგორ უნდა მოტრიალება და წამოვიდეს. რაღაცა ცდილობს, რომ ჭკვიანური ნაბიჯები გადადგას და შეცვალოს პოზიციები. თუ ის თქვენი მეუღლეა და გატრიალებულია ურთიერთობებიდან, მაშინ ახლა ცდილობს რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. მესამე პირების არსებობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება. აქ არის დიდი ალბათობით ბევრი თქვენთაგან თან სამკუთხედი. სამკუთხედი ამ შემთხვევაში ნახეთ მესამე პირი შესაძლებელია ოჯახის წევრი, დედა, ნათესავი განვიხილოთ, ან ადამიანი, რომელიც ძალიან მკაფიოდ, ოღონდ ძალიან ცუდად ერევა თქვენს ურთიერთობებში. კარგი, კიდევ რა ენერგიებშია ეს ვაჟბატონი? რა ენერგიებშია? პრობლემატური სიტუაციები აქვს ძალიან სერიოზული ფინანსებთან დაკავშირებით. გამოუვალი მდგომარეობა, რაღაცა ვალდებულებები არის ძალიან მძიმე პასუხისმგებლობები ფინანსური თვალსაზრისით ამ ადამიანის, რომელიც უნდა გადაიხადოს, გაისტუმროს და ასე შემდეგ. აქ მოხდა რაღაცა მძიმე დანაკარგები სხვათა შორის მისი ფინანსური თვალსაზრისით, ან მოტყუებული დატოვეს, ან უხეშად რომ თქვა გადაგდებული დატოვეს, ну რაღაცა არ გაამართლა ფინანსურმა საკითხებმა, რომლის გამოც აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვნად ღრმა კრიზისში. აი მოლოდინი აქ ხა იცდის თითქოს ნაბიჯები გადადგმული აქ ფინანსების თვალსაზრისით და მოსავლის დამწიფებას ელოდება, თუმცა უახლოეს ორ პერიოდში სამწუხაროდ ეს ორი თვე შეიძლება იყოს, ისევ გაგრძელდება აი ეს რაღაცა ძალიან დაბალი ვიბრაციები. მათ შორის მისი ქვეცნობიერი, მათ შეიძლება ჰქონდეს აკვიატებული თავის ტკივილები, ჩემოძვირფასებო, უძილო ღამეები, კოშმარული სიზმრებიც, აქ მენტალურ დონეზე ხდება მასზე ზეწოლები, მთვარის ენერგია ერთგვარად ნეგატიური ენერგიების ზემოქმედებასაც ნიშნავს, აი თითქოს გამოემწყდია საკუთარ თავთან, საკუთარ ენერგიებში იმდენად დაბალ ვიბრაციებში, რომ თვითონ ვერ დააღწია თავი აი ამ მდგომარეობას. არ არის სხვათა შორის კარგად მეგობრებო, მინდა გითხრათ. ფორტუნა ისე შემოუტრიალდა, ანუ სამყარო ისე შემოუტრიალა ყველაფერი აბსოლუტურად მისი პირადი ურთიერთობებიდან დაწყებული ფინანსებით დამთავრებული, რომ აი სრულ ქაოსში აღმოჩნდა და ვეღარ აღწევს თავს აქედან. სხვათა შორის უცებ უნდა მოხდეს რაღაცა გადაჭრებით, რაღაცა დასასრულიც, შესაძლებელია დანაკარგები ძალიან სწრაფად მოხდა მის ცხოვრებაში, რომელიც გათვლილი არ ჰქონდა და ვერ განსაზღვრა, მათ შორის შესაძლებელია მისი ქორწინებაც განვიხილო როგორც დანაკარგი, თუ ის ქორწინებაშია ჩემოძვირფასებო. ამიტომ აი ეს რაღაცა რთული პერიოდი, ეხლა ეს საჯარო გაშლები ძირითადად როდესაც ნახვიდან არის აქტუალური ვიდეო, მაგრამ აი ნახე 3 დღე იყო, ან არის, ან იქნება. აი რაღაცა უფრო ახლო ტენდენციაა ეს, იცოდეთ, უახლოესი 3-4 დღის ტენდენციები. ამიტომ თუ მსგავსი რაღაცები არ ხდებოდა ამ ადამიანთან დამერწმუნეთ რომ მოხდება სამწუხაროდ. აქ ბავშვებთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი წინადადებები სტაბილური ქალისგან, აქ რაღაცა მნიშვნელოვნად უნდა გადაწყდეს, თუ მას ოჯახი ყავს და ბავშვები ყავს, აი აქ ბავშვებთან დაკავშირებით ცოტა სადავო საკითხებიც არის, იმიტომ რომ ეს ქალი, რომელიც მის გვერდით არის, განიხილავს რაღაცა ნაბიჯებს, რაღაცა გადაწყვეტილებებს, რომელიც ნახეთ, მას არ მოსწონს და წინააღმდეგია ამ ყველაფერს. Ну, მოკლედ, იქ თუ პირად ურთიერთობებში მესამე პირი არსებობს და თქვენ იცით, რომ მის გვერდით სხვა სტაბილური ქალია, ძალიან სერიოზული კრიზისებია, იქ ჩემოძვირფასებო, აი ძალიან სერიოზული. კარგი, მოდი ვნახოთ ახლა ესეთი რაღაცა, თქვენზე რას ფიქრობს? რას ფიქრობს თქვენზე? რას ფიქრობს თქვენზე? შესაძლებელია გაგაშორებდეთ და ამ გზის გამოვლას აპირებს ჩემოძვირფასებო, ძალიან დიდი ლტოლვა აქვს თქვენი სექსუალური ჩაკრების თვალსაზრისით, აი ნახეთ, გაგვირდებათ, გითვალთვალებთ, ეშინია სხვათა შორის მესამე პირები ხომ არ არსებობენ თქვენს ურთიერთობაში, ანუ თქვენი მხრიდან სხვა მამაკაცი ხომ არ არსებობს, თუ კაცები მიყურებთ, სხვა ქალი ხომ არ არსებობს, აქ მიდის თვალთვალი ინტერნეტ სივრცეა, რასაკვირველია, შორიდან და ასე შემდეგ. ნახეთ, ფიქრობს იმას, რომ ძალიან საყვარელი ქალბატონები ხართ, თუ ქალბატონები მიყურებთ, თუ მამაკაცები პირიქით, ძალიან სექსუალურები, ძალიან ენერგიულები, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ მის ცხოვრებაში. კარგი, გრძნობაზე რას მეტყვი, რას გრძნობ?
ხეს გრძნობ. ისე ცოტა მანიპულატორი გონი ხართ, ცოტა კუდიანი გონი ხართ, აკვიატება ხართ თქვენ მისი გრძნობები ნამდვილად არსებობს შემოძვირფესებო, ნახეთ აი პატარა ბავშვით არის შეყვარებული თქვენს სიმპათიები ცხოთა შორის, აყოლილია რაღაც აი ამ ემოციურ ფონს, ძალიან განიცდის რაღაცა გაურკვეველ პერიოდს თქვენს ურთიერთობაში, აქ არის თქვენთანაც რაღაცა გაურკვევლობები სამწუხაროდ და აი ამას ცხოთა შორის ძალიან განიცდის, მინდა გითხრათ, მაგრამ ფიქრობს რომ ეს თქვენი საქციელები არის манипуляციები და ამას სპეციალურად აკეთებთ თუ შეგნებულად აკეთებთ იმისთვის რომ რაღაცა იმოქმედოს ამ ადამიანმა მიაჩნი ხარ ძალიან კარგ манипуляტორად, ძალიან კუდიან ქალად თუ ქალები მიყურებთ შემოძვირფესებო, იმიტომ რომ აკვიატება ხარ თქვენ ამ ადამიანის, მისი გონებიდან არ მოდიხართ, ნახეთ, არ მოდიხართ, აი ვერ მოგიგდოთ თავიდან და ეს აგიჟებს ამას. ამიტომ მიაჩნი ხართ როგორც კუდიანები. სხვათა შორის ემოცია ნამდვილად არსებობს, აქ არის ძალიან დიდი სიმპათიები, აქ შემიძლიათ ამომეთქვა ბევრ თქვენთაგანთან სიყვარულია ემოცია. ამიტომ აი ნახოთ ახლა რა კი ესია და სიყვარული და ემოციები არსებობს, რაც მოიმოქმედებს უახლოეს პერიოდში, ესეც განვიხილოთ მაშინ. რას მოიმოქმედა უახლოეს პერიოდში? რას მოიმოქმედა უახლოეს პერიოდში? სამწუხაროდ ნახეთ შემოძვირფესებო ახლა მაქსიმალურად თუ ის ქორწინებაშია კიდე გავამახვილებ ყურადღებას, ან მისი ოჯახი ერევა ამ ურთიერთობებში მაქსიმალურად მოერიდება რაიმე მკაფიო მოქმედებებს, იმიტომ რომ იქ რეალურად ძალიან სერიოზული ქაოსი და ნგრევები და დანაკარგებია, მათ შორის შესაძლებელია ჭერის დაკარგვაზე იყოს საუბარი, ძალიან დიდ ფინანსებზე იყოს საუბარი შემოძვირფესებო, თავზე ემხობა სხვათა შორის ყველაფერი. აი მე უკვე წამოვა თქვენსკენ, თუმცა აი ეს დანაკარგები რაღაცა ღალატის ენერგიიდან გამომდინარე, მოდის ეს ღალატი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. შემოძვირფესებო ეს უკავშირდება მის ჭერს, მის სტაბილურობას და ძალიან სოლიდურ თანხებს, აქ არის ძალიან სერიოზული ნგრევები მის ცხოვრებაში, ფუნდამენტური, ძალიან მძიმე დანაკარგები, ამიტომ ჯერჯერობით მისგან რაღაცა მოქმედებებს სამწუხაროდ მე ვერ ვხედავ, გააჩერა თითქოს მისი ემოციაც, მისი ნაბიჯებიც ცოტა ხანი, იმიტომ რომ იმდენად მძიმე ენერგიებშია იქ, სადაც არის იხლა და სადაც ოჯახის ენერგია მოდის დიდი ალბათობით, რომ აი ჯერჯერობით ამისთვის არის ძალიან, თუმცა ემოციური ფონი ნამდვილად არსებობს თქვენს მიმართ, გრძნობები ნამდვილად არის, მაგრამ ჯერჯერობით დაპაუზებულია. დაპაუზდა იმიტომ, რომ ნახეთ აქ ერთი ნაბიჯი უკლია, რომ ფსკრულში არ გადავარდეს. ეს ფსკრული უკვე სამწუხაროდ ძალიან ახლოს არის მის ცხოვრებაში, მოახლოვებულია და კიდევ რაღაცნაირად გაჩერდა თითქოს და ეს გაჩერება მისთვის ძალიან რთული იყო, მეგობრებო, აი როგორც განაჩენი, ისე გამოუტანა თავის თავს, გაჩერდა მიუხედავად იმისა, რომ არ უნდა და გაჩერება, მაგრამ გამოსავალი არ ქონდა, იმიტომ რომ ძალიან დიდ უბსკულში აღმოჩნდებოდა. ამიტომ ცოტა ხანი გაჩერებული. სამომავლოდ მაინც ასაპირებს, თუ ვერ გიშვებთ, ეს ფსიქოლოგიური მენტალური მდგომარეობა მისი არის ძალიან ახლოს ხართ მის სულთან და გონებასთან შემოძვირფესებო, აუცილებლად მოხდება მისი ხელახლა დაბადება, რაღაცა გამოცოცხლება, გამოსვლა მდგომარეობიდან და 4 პერიოდში დაიწყებს მოქმედებას. რაღაცა წინადადება მოდის ამ ადამიანისგან, 4 დღე, 4 რიცხვით შეიძლება განვიხილოთ შემოძვირფესებო, 4 კვირაც. ამიტომ ნახეთ მიეცეთ ცოტა ხანი დრო იმისთვის, რომ ეს ძალიან ძიმე მტკივნეული ტრანსფორმაცია გაიაროს ამ ადამიანმა, შემდეგ უკვე მოხდება მისი ხელახლა დაბადებაც რასაკვირველია და ნაბიჯებიც გარდაუვალია ამ ადამიანისგან. წარმატებებს გესურვებთ შემოძვირფესებო, დროებით მომავალ შეხვედრამდე ძალიან მიყვარხართ არ და გავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ. მადლობა უღრმესი.